ძალიან ძნელია სულხან-ოლაშვილზე მე ვილაპარაკო წარსულში, მაგრამ ეს რეალობაა და ხო ეს იყო სადღაც დაახლოებით სადღაც ერთი თვეც არ არის დაახლოებით 3 კვირა ალბათ, რაც 3 კვირის წინ მოვიდნენ ეგ და თორნიკე, სულხანი და თორნიკე მისი ძმა ჩემთან. იმასთან სასაუბროთ, რომ სულხანი აპირებდა მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში და მითხრა შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, რომ რას ფიქრობ, რომ რამდენად ღირს რომ მე მივიღო მონაწილეობა არჩევნებშიო. ფიქრობდა, რომ პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში უკვე სამართლიანობის აღდგენა და ბრძოლა იმისათვის, რომ ყველა დაჩაგრული ადამიანი და ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებები რეალურად აღდგება და ხო გჯერა შენ ამისიო, რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ღირსება იქნეს აღდგენილი და ამ ადამიანების უფლებები იყოს აღდგენილი და მე ვკითხე რომ კი, მაგრამ მეთქი ჯანმრთელობა გაძლევს ამის საშუალებას მეთქი და ჯანმრთელობას რაც შეეხებაო ის მედიკამენტი რაღაც ერთი წამალიაო რომელმაცო შედეგი გამოიღო და ის საუბრობდა იმაზე რომ თქვენი საავადმყოფოდან ციხიდან გათავისუფლების შემდგომ დაახლოებით 1 წლის მერე გათავისუფლებიდან მას აღმოაჩნდა სიმსივნე და თქვა რომ აი ეს კურნალობას დაექვემდებარაო და ის მოკეთ დაპატარავდა და რაღაც პერსპექტივა არისო და ყოველ შემთხვევაში სანამ ცოცხალი ვარო ხო უნდა ვიბრძოლო ამისთვისო და იყო ძალიან შემართებით და დარწმუნებული იყო იმაში რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს თემა რომელიც რაღაცნაირად მაინც ტაბუირებული იყო 4 წლის განმავლობაში ეს თემა დაიწურებოდა და მე ვუთხარი რომ ხო მეთქი თან შენ ხარ მეთქი სიმბოლო ამისი რომ იმ რეჟიმის ძალადობის იმ რეჟიმის ვთქვათ მსხვერპლი შენზე მეტი ვინ შეიძლება იყოს მეთქი და შენთან ეს პროცესი რომ გაიგივდება მეთქი საზოგადოებისთვისაც ძალიან ათელი და გასაგები გახდება მეთქი ის რომ შენ აქ არ ახარ ჩართული რაღაცა სხვა ინტერესებისთვის და რომ ეს შენთვის მეთქი ისეთივე ახლობელი და ისეთივე მშობლიურია როგორც ჩემთვის გახდა მეთქი ციხე და უიმე ეს მეთქი რა კარგი იდეა რომ შენ ამას აპირებ და ნუ თვითონ რა თქმა უნდა არ ფიქრობდა რომ ეს ასე მალე ასეთი ფატალური შედეგით დასრულდებოდა და დღეს უკვე ხედავ ხოლმე ტელევიზიით გამოსულ ადამიანებს რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პერიოდში აფიქსირებენ იმას რომ თითქოს ისინი სულხან-ოლაშვილთან დაკავშირებით გმირულ ნაბიჯებს დგავდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი რაღაც უზნეობა დღეს ამის მოსმენა, როდესაც ის იყო აბსოლუტურად მარტო თავის პრობლემებთან, მას შემდეგ რაც ის დააპატიმრეს, იცით რა პერიოდიც იყო, აბსოლუტურად ყველას უჭირდა ხმის ამოღება და ყველა დუმდა, მათ შორის უფლებადამცველებიც და სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ხელისუფლებამ გაბედა ის, რაც გაბედა მის წინააღმდეგ და რომ ის ვანდალურად აწამეს. სამწუხაროდ მე მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ის იყო ნაწამები. პირველივე დღეებში ვნახე მე სულხანი დაპატიმრებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოხდა ჩემი ნახვაც პირველი ნახვაც შემთხვევითი იყო, იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც Amnesty International-ის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. არ ვიცი, რამდენად თქვენ ეს გაინტერესებთ ეს ისტორია დეტალურად, თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვყვეთ თუ არა და შემიძლია სხვა კითხვებს ვპასუხო. კარგით მაშინ და ის რა ქვია, როდესაც ჩამოვიდნენ ეს ადამიანები, მათ უნდათ ბასილ კალავიშვილისთან შეხვედრა. და ემილ ადელხანოვი არის, რომელიც წარმოადგენდა მაშინ Amnesty International საქართველოში, ის დამეკავშირდა და მთხოვა, რომ იქნებ შევიდეთო ციხეშიო და ბასილს შევახვედროთო. ეს ადამიანებიო 4 თუ 5 წარმომადგენელი იყო ჩამოსული, ჩვენ შევედით მაშინ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მარჯვნივ საკანში იყო მამა ბასილი და მოპირდაპირეში იჯდა სულხანი. უზარმაზარი დაცვით და რომ დავინახე ამდენი დაცვა თავისთავად მივხვდი რომ ეს იყო სულხანის საკანი, შევიყვანე სტუმრები, საუბარი დაიწყეს უკვე, როდესაც უკვე საუბარი შევიდა რაღაც გარკვეულ ფაზაში და დავინახე რომ უკვე შედგა კომუნიკაცია მათ შორის, ბოდიში მოუხადე, დავტოვე და შევედი სულხანთან. შევედი სულხანთან, ის იყო
რაღაც გამოუგნებელ იმაში იყო და შეცპა რომ დამინახა რაღაც მომეჩვენა რომ სერიოზულ დისკომფორტში იყო და მე ვთხარი სულხან რამე ხო არ ხდება შენს თავს და ამ შეკითხვაზე არაფერი და მე ვთხარი ანუ ნორმალურად ხარ არაფერი პრობლემები არ აქვს არაფერი და რატო შემეკითხეო რატომ მკითხეო და არაფერი არ მაქვს და ხაც მომეჩვენა რომ მას საერთოდ საუბარი არ უნდოდა ამაზე და ძალიან მალე დავტოვე იქაურობა და რომ შემოვედი უკვე ძალიან მალე დამთავრდა კიდევაც შეხვედრა მამა ბასილთან Amnesty International-ის და ემილმა მითხრა რომ ხარ შევიდეთო და სულხანიც ხო არ ვნახოთო და მე ვთქარი მე მგონი მეთქი ის არ არის მისი მომხრე მეთქი რომ ხო ჩვენ ესე შევიდეთ შიგნით და მე დამჩა მაშინ დაბეჭდილება რომ ეტყობა მეთქი რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირი რო იყო და კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო ეხლა ციხეში არის შეიძლება დისკომფორტი აქვს რომ ეხლა დღეს ადამიანები შედიან და მას ნახულობენ როგორც პატიმარს. ასეთნაირი აღქმა მქონდა არასწორი რატომღაც და ამ დროს იქ მავე დღეს რომ მიუგვეღო რაღაც გარკვეული ზომები შეიძლება მისი წამება იქ დამთავრებულიყო და ეს აღარ გაგრძელებულიყო თვეების განმავლობაში. შემდგომ გავიდა გარკვეული პერიოდი და ჩემს ოფისში მოდის ქალბატონი რომელიც მეუბნება რომ ქალბატონო ნანა იცითო ჩემი შვილი არისო ნაწამებიო საშინელ მდგომარეობაშიო და ზუსტად იმ დღეს აწამესო რამ დღესაც სულხან მოლაშვილიო და იქნებაო მიაქცევტო რომ სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებს ეს ქალბატონი ხშირად დადიოდა სულ ხედავდა ჩემ ოფისში და ფიქრობდა ეთყობა რომ სულხანს იცავს და იქნება ჩემი შვილიც დაიცვათო იმიტომ რომ ჩემი შვილიც იმ დღეს აწამეს ზუსტად რა დღესაც სულხანიო და ну ახლა ამას არ შევხედე სერიოზულად იმიტომ რომ სულხანი ვნახე და არაფერი არ უთქვია ეს ოჯახის წევრები მართლაც ცოლი ძმა და რძალი სულ ჩემთან იყვნენ და მამა სულხანის არაფერს არ ამბობდნენ ეს ქალბატონი საერთოდ ლაპარაკობდა ამას როცა მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ და მე ვთხარი ქალბატონი მეთქი სულხან მოლაშვილი არ არის ნაწამებთ რას ამბობთ ქალბატონთან ერთ დღეს აწამეს ჩემი შვილი და სულხანიო ხო და ну ვიფიქრე ახლა 1000-ნაირი ადამიანი მოდის 1000-ნაირი წარმოდგენებით და ამასაც არ მივაქციე ეს ქალბატონი ძალიან ხშირად დადიოდა და ერთხელაც თამთა ქარჩავა იყო ესეთი ჟურნალისტი და არის ეს ჟურნალისტი მე მგონი ახლა სააგენტოში ერთ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს თამთა მეუბნება რომ კაცო ამ მეც გავიგეო ეს ამბავიო და შენ ამ ქალბატონის მასო რაღაც ისე უყურებო და მეც გავიგეო რომ თითქოს ნაწამებიაო და რას ლაპარაკობ საიდან გაიგე მეთქი და თან ეს ისეთი მომენტია რომ სულხანის ოჯახის წევრები არიან ამ დროს ჩემთან ოფისში და ისე წავედი ოფისიდან რომ არ უთხარი მათ რომ მე მივდიოდი სულხანთან გავედი ოფისიდან და წავედი ციხეში რა თქმა უნდა ჯერ კიდე არსებობდა ის უფლება რომელიც ჩვენ გქონდა მონიტორინგის უფლება ციხეებში შევედი ციხეში და ბევრი სია მქონდა პატიმრებისა გამოვიძახე პატიმრები მათ შორის სულხანიც ამოვიყვანე და დაახლოებით 15-17 პატიმარი იქნებოდა რიგრიგობით ყველას უნდა რომ პირველი შეგხვდეს და პირველი გაგესაუბროს და ყველა ჯდებოდა სწრაფად და ხედავ ერთი პატიმარი მუდმივად ამ ოთახში დაახლოებით ესეთი სიგრძის ოთახი იყო და ბოლთასცემს მიდის მოდის მაგრამ ვერ ვცნობ ეს ადამიანი ვინ არის ბოლოს ეს პატიმარი დარჩა და მითხრა რომ შენ ალბათ ვერ მიცანიო ნანაო და ხმაზე ვიცანი რომ რაღაცა სულხანის ხმას გავდა მაგრამ აი პიროვნება ვერ ვიცანი და სულხანი ვარო რომ მითხრა და მე ვთხარი ხო მე გიცანი მეთქი იმიტომ რომ მომერიდა რომ მეთქვა რომ ვერ ვიცანი და პირდაპირ უთხარი რომ მე ვიცი მეთქი სულხან რომ შენ გაწამეს თქო რომ შევხედე უკვე ადამიანი უკვე იყო სხვა მე ვიცი მეთქი რომ შენ გაწამეს თქო და შენ ახლა ყველაფერი უნდა მომიყვო და ამაზე შეცბა რომ ვინ გითხრაო როგორც კი მითხრა რომ ვინ გითხრაო და მივხვდი რომ ნაწამები იყო და მაგას მნიშვნელობა არ აქვს მე ვთხარ რომ ვინ მითხრა ახლა მე ვთხარი არის ბოლო წუთი რომ ჩვენ ამაზე უნდა დავჯდეთ და სერიოზულად დავილაპარაკოთ და უნდა მოვახდინოთ ამაზე რეაგირება და მაშინვე თქვა რომ არავითარ შემთხვევაშიო ეს არის გამორიცხულიო რომ ეს ახლა ჩვენ ეს ამბავი აქედან გავიდესო იმიტომ რომ მე თავს მოვიკლავო მითხრა თუ კი ეს ამბავი აქედან გავა და მე ანუ ის გულისხმობდა იმას რომ საზოგადოებას უნდა გაეგო რომ ის იყო ნაცემი და ნაწამები და მითხრა რომ მე თავს არცერთი წუთი არ ვიცოცხლებო თუ ეს ასე მოხდებაო მეც რომ ვიცოცხლო და ვთქვათ მე რომ გადამარჩინო ჩემები დაიხოცებიან და ჩემი სიცოცხლე არ ღირს იმათო რომ მე ჩემი ოჯახის წევრები
ამოვხოცო და ნუ შენ ამას არ გააკეთებო, იმიტომ რომ აი ეს არ არის ვიღაცის დაცვა და ვიღაცის სიკეთეო, იმიტომ რომ ამას მოყვება აი ეს, რასაც გეუბნები. ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ და მე ვთხარი რომ ჯერ არ მაჩვენებდა საერთოდ თავის იმეებს და მე მევთხარი რომ სულხან მეთქი მოდი ახლა შევხედოთ რეალობას თვალებში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან შემთხვევითი რამე რომ გავიგე შენი წამების შესახებ. ამ ხელისუფლებამ გაბედა რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელზედაც ბუნებრივია სასამართლო პროცესზე იარსებებს ინტერესები ჟურნალისტების მხრიდან, ვინ მიგიშვებს შენ სასამართლო პროცესამდე ასეთ ნაწამებს და აი ამ მდგომარეობაში ვიზუალურად როგორც გამოიყურები. არავინ შენ აქამდე არ მიგიშვებს. აქ გაფორმდება რომ შენ რაღაცა დაგემართა და გარდაიცვალე და ამ შემთხვევაში წარმოედგინე რა დაემართება შენიანებს მე ვთხარი. როდესაც გაიგებენ რომ შენ უკვე აღარ ახარ. რომელი ჯობია მათთვის რომ ვიბრძოლოთ შენი სიცოცხლის გადასარჩენად თუ ის რომ შენ სასამართლომდეც ვერ მიაღწიო მათი და მეორე ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მისთვის იყო რომ საზოგადოებას უნდა გაეგო ის რაც მის თავს ხდებოდა და მე ვთხარი რომ შენ თუ მე მენდობი მეთქი მე ამას ისე მივეწვდი საზოგადოებასაც და ისეს რომ დღეს ყველა მიცის უკვე მე ვთხარი ეს აღარ არის შენი დაპატიმრების პირველი დღები და ის ეიფორია რომელიც იყო ნაციონალების მოსulis დროს რომ აი მოდის დემოკრატია დღეს ხალხმა უკვე ბევრმა იწვნია თავის თავზე ეს ხელისუფლება და დიახაც მეთქი დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის რომ შენ უნდა გადარჩეთ ხო და ნუ კატეგორიული წინააღმდეგი იყო მაგრამ მაინც როგორც იქნა დამთავრდა და მე ვთქვი მაჩვენე მაინც რა გჭირს მეთქი და არ ვიცი ეს ფოტოები უკვე ძალიან ხშირად იყო ტელევიზიითაც და რამდენად აქმა თუ გაინტერესებთ თქვა უნდა ამასაც გაჩვენოთ მერე და ნუ დამათვალიერებინა ის რაც მას ჰქონდა და მე ვთხარი რომ ეს არის მეთქი დანაშაულის დაფარვა. მე რომ მინდოდეს რომ ეს მეთქი არ განვაცხადო, ეს არის დანაშაულის დაფარვა და არ ვაპირებ მეთქი რომ ამის გულისთვის ჩავჯდეთ ციხეში. თქო ეს იმიტომ ვთხარი რომ ის რაღაცნაირად დათანხმებული იყო და თანხმობა ბოლომდე არ უთქვია, მაგრამ ნუ აი შენ იციო რა, მითხრა, იციო ჩემი მდგომარეობაცო, ან გადავიტან მე ამასო, ან ვერ გადავიტანო, შენ რომ ამას გააკეთებო და ყველაფერი იციო და როგორც გინდა ისე მოიქეციო. 4:30 იყო ზუსტად რომ გამოვედი, ვიცოდი რომ თამთა ოფისში იყო და მელოდებოდა, ვიცოდი რომ მისი ოჯახის წევრებიც ოფისში იყვნენ, გადავრეკე და უთხარი რომ ჟურნალისტები დამახვედრეთ მეთქი. მოვდივარ და ტელეფონშივე მეკითხებიან რომ რა ხდება და ჩემთან ოთახში შეიყვანა მეთქი სულხანის ისინი ოჯახის წევრები და მათ უნდა დავალაპარაკო მართლაც იყო რაღაცა ძალიან დიდი აქტივობა ჟურნალისტების თათია და ეკას ის მახსოვს რომ შევედი რაღაც კივილის ემოცია რომ რა ხდება და რა არისო მე ვთხარი რომ ცოცხალია და ძალიან კარგად არის აზროვნებს მშვენივრად ახლა თქვენ უნდა იაზროვნოთ მე ვთხარი ისე რომ როგორც საჭირო ამ საქმისთვის რაც უნდა გაკეთდეს აი ამაზე მოემართეთ და ახლა აქ ისტერიკა და ქალური რაღაცები არ გამაგონოთ მე ვთხარი იმიტომ რომ ეს არის ომი რომელშიც სულხანი იყო ჩართული რომ არ ჩართულიყო ამ ომში ის დღეს ციხეში არ იქნებოდა ის ჩაერთო ომში ამ ბოროტი ძალის წინააღმდეგ და თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრები და უნდა დაუდგეთ გვერდით და ნუ მოკლედ დიდი ხანი ველაპარაკე 1 საათი მაინც და რა ხდება და მე ვთხარი რომ მას აქ მსუბუქი ნიშნები წამების მეთქი რომ ესე იგი ამას შეხების წამებაც არ ვთხარი რაღაცნაირი შეხების ნიშნები აქ მეთქი სულხანს მაგრამ ეს რომ არ გადაიზარდოს რაიმე კიდე უარეში და რაღაცა ამიტომ ჩვენ და ნუ მახსოვს მაშინ თათიას რეაქცია და ეკას რეაქცია მახსოვს რა იყო და გაშეშებული იდგა თორნიკე მამამისმა რომ თავი ჩააღუნდა სავარძელში და ისე გამოვედი ოთახიდან არა უწევია საწოდავს და მაგათმაც ეს თქვენს რომ რა ვიცი თქვენ შენ და სულხანმა ვილაპარაკეთო და როგორც თქვენ გადაწყვიტავთო ისე იყოსო როგორც თქვენ გადაწყვიტეთ ისე უნდა იყოსო ყველაფერიო და ჩვენ თორნიკე მითხრა ჩვენ მოყვებით ჩვენ გენდობით და მოყვებითო გავედი და მაშინ თქვით ეს გავაკეთეთ პრესკონფერენცია ვთქვი რომ ეს არის ნაწამები და საბედნიეროდ დაემთხვა ის რომ 4 რიცხვში მე ვიყავი შესული და 6 რიცხვში მქონდა ევროსაბჭოში შეხვედრა მათიას იორში და კირილოვი იყვნენ ჩამოსულები ევროსაბჭოს წარმომადგენლები ისინი იყვნენ დესკო ოფიცრები მაშინ საქართველოსი ანუ ისინი იყვნენ პასუხისგებელნი საქართველოში ადამიანის უფლებებზე და
როცა შევდიოდი იმაში ევროსაბჭოს შენობაში შევდიოდი ლევან რამიშვილიც ესწრებოდა ამ შეხვედრას მე თუ არ კარგად მახსოვს მანან კობახიძეც იყო ამ შეხვედრაზე და ვიღაცა მომცა ანგარიში რომელიც ევროსაბჭოს ჰქონდა გაკეთებული არჩევნებთან დაკავშირებით და რომ ეს იყო დემოკრატიული და რაღაც და შევედი თუ არა ამ ანგარიშზე დაუწყე ლაპარაკი მათიას იურს და უთხარი რომ თქვენ მეთქი დემოკრატიას ეძახით იმას მე უთხარი რაც დღეს ქვეყანაში საქართველოში ხდება და ნუ მოკლედ ძალიან მკაცრი საუბარი იყო ჩვენ შორის და მე უთხარი რომ ციხეში დღეს ზისა და მაღალი თანამდებობის პირი ყოფილი შევარდნაძის მაღალი თანამდებობის პირი რომელიც არის უმძიმესი წამების მსხვერპლი მე უთხარი და თქვენ კიდე მხარი დაუჭირეთ აი ამ რეჟიმს რომელიც დღეს აი ამას ჩადის ქვეყანაში და ჩვენ მაშინ მუშაობდით ევროკავშირის პროექტზე წამებებზე ღირსების შემონახავ პროექტზე მე უთხარი რომ ჩვენ ორგანიზაციას ამის გარდა რაც ჩვენ ვნახეთ 400-მდე ფაქტი აქვს წამების კიდე გამოკვლეული და თქვენ აი ამას აფასებთ როგორც დემოკრატიას მე უთხარი და დღეს ახლა მე არ მჯერაო ეგ მე იორშმა და მე უთხარი თქვენ თუ არ გჯერათ მე უთხარი ამის ერთადერთი გამოსავალი არის შეხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ მეთქი იქ რა ხდება და თუ თქვენ არ შეხვალთ მე უთხარი და არ ნახავთ ეს ნიშნავს კი არა იმას კი არა რომ თქვენ არ გჯერათ მე უთხარი თქვენ არ გინდათ რომ ეს დაინახოთ მეთქი მან თქვა რომ მე ხო აფხაზეთში მაქვს ვიზიტი დაგეგმილიო და აქედან გამომდინარე უბრალოდ ვერ მოვახერხებო რომ შევიდე და ვნახო და კარგით მეთქი მე უთხარი ამას მოყვება შემდგომ მე უთხარი ის რომ უფლებადამცველ მე რომელმაც ეს ამბავი გამოვიტანე 2 დღის წინ და თქვი რომ დაწამები ვარ მეცდად მიმაყოლებენ მე უთხარი და მე ხა გავალ თუ არა აქედან მეთქი გავაკეთე პრეს კონფერენციას და ვიტყვი მეთქი რომ მე თქვენ მოგეცით ეს ინფორმაცია მე უთხარი რას უშვებიან ადამიანებს გაგაფრთხილეთ იმაზე რომ მეც ვიქნები ამ სიტუაციის მსხვერპლი და თქვენ არაფერი გააკეთეთ ამისათვის და შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები ამაზე მთლიანად მეთქი პასუხისგებლობა თქვენ დაგეგისებათ იმიტომ რომ თქვენ ახართ დღეს დესკ ოფიცრები საქართველოზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თქო და იქვე უთხრა თავისთან დანაშემწეს გავიგე ეს რომ გადაუჩურჩულა რომ ოქრუაშვილთან დამაკავშირეთო და შეხვედრა ძალიან მალე დამთავრდა ჩემი საუბრის მერე ფაქტიურად ორ-ორი სიტყვა ათქმევინა დანარჩენებს და დამთავრდა ძალიან მალე ეს შეხვედრა და ვინც ახლდა თარჯიმანი ხა მე არ მინდა მისი სახელაგვარი გავიმეორე მგოგომ გადამირეკა და მითხრა რომ ნანა გადაწყდა და ჩვენ ახლა მივდივართ ოქრუაშვილთან შევხვდებით და გადაწყდა მან გადადო თავის იმიტომ რომ ვერტალოთ თუ რაღაცას ელოდებოდა ის ოქრუაშვილისგან და უნდა გაფრენილიყო აფხაზეთში და გადაწყდაო რომ მოკლედ შევა სულხანთან და ნახავსო ხო როგორ დაიწყო სულხანის მე ხო გითხარით რომ ეს ბალნიცაზე ვნახე როგორც კი ვნახე გადაიყვანეს მეხუთე საპყრობილეში ანუ პირველი რომელსაც ერქვა და მეხუთე დაარქვეს და იმ საპყრობილეში და მე რო ვნახე ესე იგი 4 რიცხვში იმავე 4 რიცხვში მე ვნახე და 4-ის ნახევარზე გამოვიდი ღამის 12 საათზე ის გადაიყვანეს ნომერ მე-7 საპყრობილეში გადაიყვანეს საკანში რომელიც იყო დაახლოებით ესე იგი მეტრა და 30 სანტიმეტრი სიგრძის ეს საკანი და იქ შეიყვანეს სადაც არ იყო ელექტროგაყვანილობა ის კი არა რომ ნატურა არ იყო საერთოდ ელექტროგაყვანილობა და კოჭის სიმაღლეზე და ცოტა უფრო ზემოთ იდგა წყალში სულხანი იქ და როდესაც ესე იგი მოკლედ აი ამ მდგომარეობაში უნდა ენახა მათიას იორშის ამ დღეს როდესაც მე რომელ დღესაც მე საუბრობ 6 ივლისი როდესაც მე მქონდა შეხვედრა იორშთან ამ დღეს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შეხვედრა თავის საყვარელ NGO-ებთან რომ თავის ის თქვა გუნდრუკის მქველე NGO-ებთან რომელთა შორის რა თქმა უნდა იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საასტრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება გამოაფრინა იქიდან თინა ხიდეშელი მაშინ თინა იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ელენე თევდორაძე რომ მიბრძანდითო საასტრაფოდ წადითო ეხლა მე-7 საპყრობილეში და როგორმე მოახერხეთო რომ სულხანი როგორმე მოახერხეთ რომ გადააყვანინეთ სულხანი ნორმალურ საკაში ამას მიყვება უკვე ქალბატონი ელენე და ნუ მოკლედ ბუნებრივია რომ მე ძალიან აღელვებული გამოვედი იორშისგან და მოვედი ოფისში ველოდებ უკვე ვიცი თარჯიმნისგან რომ უკვე გადაწყვეტილია და თამთას უთხარი რომ თამთა ქარჩავა სულთან იყო ამ პროცესებში და მე უთხარ თამთა შენ უნდა გაყვა ახლა მეთქი და ყველა პროცესი და თამთამ როგორ არაო რეზონანსში იყო გონი მაშინ რეზონანსში ჟურნალისტი იყო და თამთაც გაყვა მოკლედ მე-7 საპყრობილესთან რომ მივიდა თურმე ოქრუაშვილთან დაუთხრა ეს ამბავი იქიდან მე მგონი ჟვანიასთან წავიდა ზურა ჟვანიასთან ჟვანიამ გადაურეკა სააკაშვილს და უთხრა რომ
კატეგორიულად ითხოვს ყველაფერი უთხარეთო, მაგრამ ვიშას უთქვია რომ როგორმე შეაჩერეს და არ შევიდესო, ჟვანიას უთქვია რომ კატეგორიულად ითხოვსო და ვერაფრით ვერ ვახერხებთ მის გაჩერებასო. და ამასობაში უკვე ელენე თევდორაძე და თინა ხიდეშელი მივიდნენ რომ როგორ მიამოაყარინან უკვე ნორმალურ საკანში და არა იმაში რომ მაშიდაც ის იყო შედარებით ნორმალურ საკანში, მაგრამ ხდება ის რომ ქალბატონი ელენე მიერეკავს და მეუბნება мы уже здесь, მეუბნება ჩვენ უკვე აქ ვართო, მაგრამ ხდება ისო რომ ვერაფრით ვერ გადა ქალბატონი ელენე სათომღაც ეგონა რომ მე საქმის კურსში ვიყავი რაც ხდებოდა. ვერაფრით ვერ შევაგნებინეთო ციხის უფროსო რომ ეს უნდა გადაიყვანოსო. მანო დარეკა ზემდგომთანო დეპარტამენტშიო იმან მერე მინისტრთანო ის კიდე ზემოთ რეკავსაო რომ კიდე შეეთანხმებინე სულხანის გადაყვანაო და ამასობაშიო მათიას იორშიო დაგვადგა თავზეო. მერე მეუთხარი და მერეო ეხლა ვერ გელაპარაკები და ცოტა ხანში გადმოგირეკავ რაც მოხდა, იმიტომ რომ ჯერ ერთად ვართო. მერე მირეკავს ქალბატონი ელენე რომ გამოაღო კარებიო და ორი დღე ნახევრის განმავლობაში თუ რამოდენიმე დღის აღარ მახსოვს, იყო აბსოლუტურად უშუქოთ და უყალაფრო და ჩაიკეცაო სინათლის ის რომ შევიდაო და რომ შევიდაო იარში და ეს დაინახო, მომიბრუნდაო და მითხრაო რომ რას აკეთებ თუ თქვენო საერთოდ ჩვენთან ასეო ღორებს არ ექცევიანო ადამიანს როგორ მოეკეცითო ასეთნაირად მითხრაო და მე უთხარ ხო და რა საპირებთო საერთოდ აი რომ ჩამოგბრძანდებითო თქვენო მითხრაო იქ ჩვენთანო აი ამაზეო რა პასუხი უნდა გაგვცეთო და მე თუ რა უთხარით მე ქალბატონი და მე უთხარიო რომ მე არ ვაპირებო ამას საკითხთან დაკავშირებით თავის მართლებასო მე ესე უპასუხეო მასო და მითხრა რომ უკვე ვეღარ ახერხებდა და გამითიშა ტელეფონი მე თამთან გადაურეკე და მე ხლაო ვიბრძვი იმისთვის რომ აი ეს ყველაფერი რაც ელენემ ვისმენდიო რაც გელაპარაკაო და მინდაო რომ ინტერვიუში ეს ყველაფერი დავწერო. მოკლედ ისტორია იყო ესეთი რომ არ შესულიყო მათიას იორში და კირილოვი იმ დღეს და რომ არ მომხდარიყო მისი ნახვა სავარაუდოდ სულხან მოლაშვილი ცოცხალი არ იქნებოდა. იმიტომ რომ იმის მერე უკვე ხელისუფლება გახდა იძულებული რომ ის გადაეყვანათ ისევ საავადმყოფოში მაგრამ არის დეტალები რომელზედაც მე ვერ ვსაუბრობ, იმიტომ რომ სულხანს არ უნდოდა სიცოცხლეში რომ ამ საკითხებზე მე საუბრა. იქ ის უმძიმესი დაავადებებით დაავადეს მიზანმიმართულად და დაახლოებით თქვენ ალბათ ხვდებით რისი თქმაც მე არ შემიძლია რომ ვთქვა და დაავადეს ამ ადამიანს დაეშალა ღვიძლი, გაუჩნდა ცეროზი, გაუჩნდა რაზედაც ბოლოს ფიქრობდა რომ შედეგიანი მკურნალობა მაქო აი ეს დაავადება და მინდა გითხრათ რომ ეს წამება არ დამთავრებულა მისი ციხეში ყოფნის პერიოდში ეს წამება გაგრძელდა 12 წელი იმიტომ რომ სულხანს ენატრებოდა საწოლი საკუთარი ლოგინი ის მთლიანად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო საავადმყოფოს რეჟიმში პარიზში იყო ეს საავადმყოფო თუ სად იყო რა მნიშვნელობა აქვს მას სახლი და ოჯახი ენატრებოდა ის ცხოვრობდა ოჯახთან მოწყვეტილად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იყო მუდმივ მკურნალობაში. სულხან მოლაშვილი ასახელებდა სახელმწიფო გვარებს. დიახ, კონკრეტულ გვარებს. დიახ. აი ამ საკითხთან დაკავშირებით თუ იცით რა ეტაპზეა გამოძიება არანაირ ეტაპზე არ არის გამოძიება როგორც მე მაიას ველაპარაკე დღეს ნიკოლეიშვილს და ის მხოლოდ ერთი კვირის წინ გაიკითხა ამ საკითხთან დაკავშირებით მე საერთოდ არა ვარ დაკითხული ადამიანმა რომელმაც პირველად ნახე და მან ყველაფერი დეტალები ხა ერთი პრესკონფერენცია არ არის საკმარისი იმისთვის რომ მოუყვეთ ამ ისი რა უძღოდა ამას წინ რატომ შეიძლებოდა რომ ეს მომხდარიყო ანუ ადამიანს რომელსაც შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია შეიძლება მქონოდა იმიტომ რომ მე ვიყავი უშუალო შეხებაში ამ ყველაფერთან მე არ დავკითხულ ვარ არ დავკითხულა თქვენ რაც მითხარით რა კითხვაც თქვენ დასვით ის ადამიანები რომლებიცაც სულხან მოლაშვილი ასახელებდა ეს იყო გრიგალაშვილი ეს იყო გიგა ბოკერია ნუ ადეიშვილი გასაგებია აქ არ არის და შეიძლება ვერ დაკითხულიყო და ასე ასახელებდა ის ადამიანებს რომლებიც არ დაკითხულან ამ უმძიმეს დანაშაულზე არ დაკითხულა ჯერ ეს ადამიანები და გავიდა 4 წელიწადი მას შემდეგ რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ დღეს სულხანის არ ყოფნა კიდე უფრო მეტი საფუძველია იმისა რომ ეს საქმე ვერ იქნეს გამოძიებული იმიტომ რომ მოწმეც აღარ არსებობს რომელიც ამას იტყვის ხო სულხანი ამას ამბობდა მაგრამ
მას ეს არ ამგონია რომ ჩვენების სახით ქონოდა მიცემული, იმიტომ თვითონ მეკითხებოდა რა სტადიაზეა ნეტა ეს გამოძიება. თვითონაც არ იყო საქმის კურსში რა ხდებოდა ამ გამოძიებას. არა, იმიტომ რომ თვითონ მე მეკითხებოდა სწორედ ბოლოს რომ აი რა სტადიაზეა ნეტა და რა ხდებაო. ანუ მას უნდოდა რომ გელას და ჩემებს გაეგოთ რომ რა ხდება საქმე ესე. არც ერთი არ არიან დაკითხულები. არც ერთი და არ ვიცი ვინ დაიკითხა, უფრო მნიშვნელოვანი მოწმეები ამასთან. ძახიან რომ ექიმები დაიკითხნენ და ექიმები, რომელიც ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც მაშინ როდესაც იძულებული გახდა სააკაშვილის რეჟიმი, რომ საქმე აღეძრა, ექიმი ხარ რა მნიშვნელობა აქვს იმის გვარის დასახელის, მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ქალბატონო, თქვენ რო ამბავი ატეხეთო, მესმისო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს დამთავრდება მხოლოდ ჩემი გაუბედურებითო და ჩემი ოჯახის გაუბედურებით. მეტი არა, ექიმებზე აღძრესა საქმე, მეტი კი არა, ექიმებმა რატომ არ უმკურნალეს და რატომ არ გაამჟღავნესო. წარმოიდგინეთო ჩვენ ეს რო გვეთქვაო. რაც სულხანს რას გვიზავდნენ ჩვენო სულხანზე უარეს ჩვენ გვიზავდნენ ხო ეს რო გავუკეთებინავდა ეს მთელი თქვენი აჟიოტაჟი დავიდა იქამდე რომ ჩვენ მოგვადგნენო და ჩვენ გვანადგურებენო და იქნება დაგვიცვათო აი ეს რეჟიმი იყო და ეს სიტუაცია იყო დღეს საქართველოში და როდესაც ეს ამბავი მოხდა და სულხანის მასთან ვიყავი გუშინ სახელოს ვფიქრობდი რომ მართალია სულხანს მართლა იმიტომ უნდა მოსულიყო პოლიტიკაში რომ აი ეს ყველაფერი დაესრულებინა რასაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ქვია, მაგრამ შეიძლება მან პოლიტიკაში მოსვლით ეს ვერ გააკეთა, მაგრამ თავისი წასვლით ამ ქვეყნიდან. მე მგონი ის გააკეთა, რომ ესენი უნდა დასრულდნენ ამ არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ რაც მას უნდა და ყოველ შემთხვევაში ეს გაკეთდება არჩევნებზე ოქტომბერში. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ადამიანის მიმართ არის ამ ადამიანის უფლებები არის შელახული, მის მიმართ არ აქვს რუსული ქმედებები და ასე შემდეგ. ადამიანის არის პროცედურული უფლის დარღვევა დაადგინეს და ამის შემდგომ დაიწყო ხო გამოძიება. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ დაიწყო და დაიწყო მას შემდეგ, როდესაც საქართველოს უთხრა ევროსასამართლოს, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთებთო ამას ყველაფერს, ჩვენ თვითონ ვაღიარებთო თქვენო რაშიდაც თქვენ ბრალსდებთო საქართველოს ხელს, ჩვენ ამას ვაღიარებთო და ჩვენ ამას გავაკეთებთო. მათ უთხრეს, თორემ ევროსასამართლო თავის მას საბოლოოდ მიიყვანა, მაგრამ ამათ მოუთხრეს ქართულმა ხალხმა, ჩვენ ვაღიარებთო ამას ყველაფერს და ყველაფერს გავაკეთებთო. რაც შეეხება თანხას, ამდენჯერმე გაიჟღერა, რომ 20.000 სულხანმა კატეგორიულად განაცხადა ევროსასამართლოში, რომ მას არანაირი თანხა არ აინტერესებდა, მას აინტერესებდა მისი ღირსება და იქ უთხრეს, რომ ჩვენ არ აგვაქვს უფლება ამაზე არ მოვითხოვოთ კომპენსაცია, ვინაიდან ჩვენ დავაფიქსირეთ ის დარღვევები, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თქვენ წინააღმდეგ და ჩვენი ვალდებულება, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ჩვენ ამაზე თუნდაც სიმბოლური, მაგრამ მაინც კომპენსაცია მოვთხოვოთ თქვენ ხელისუფლებას და მაშინ ხელისუფლებასთან ერთად ის ევროსასამართლო შეთანხმდა 20.000 ევროზე. ანუ ეს არ იყო სულხანის მოთხოვნა, კიდე გიმეორებთ. ეს იყო ევროსასამართლოს მოთხოვნა, რომ აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო კომპენსაციის სახით თანხა. და კიდევ ქალბატონო, ის ადამიანები, რომელსაც ასახელებდა სულხან მოლაშვილი, ძირითადად იყვნენ ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ამ ხელისუფლების პირობებში 4 წლის განმავლობაში რა ინტერესი უნდა არსებობდეს, რომ არ ყოფილიყო გამოძიებული, დაკითხული თუნდაც ბოკერია გიდალაშვილი და ასე შემდეგ. რა პოლიტიკური ინტერესი? ნუ ეხლა ეს ხო ის კითხვა, რომელზეც თქვენ ჩემზე უკეთესად ვიცით, რაც არის ამისი პასუხი, რომ რა თქმა უნდა არ იყო ამ ხელისუფლების ინტერესებში ამის დაკითხვა, იმიტომ რომ ევროსასამართლო პირდაპირ იძახოდა იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, როდესაც მე-14 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ, ეს არის დისკრიმინაციის მუხლი, სადაც არის ჩამონათვალი კანის, ფერის, რწმენის და ასე შემდეგ და სულხანზე მიუთითეს, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით მისი უფლებების შელახვა. პოლიტიკური ნიშნით, ანუ თქვეს რომ მის მიმართ იყო პოლიტიკური პროცესი, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი, რომ მისი დაკავება მე-5 მუხლი, რომელიც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ცნეს, რომ იყო კანონიერი, ამ შემთხვევაში ცნეს, რომ ეს იყო მთლიანად უკანონო, მისი დაკავება, რომ მას არ ქონია სამართლიანი სასამართლო, ანუ მთელი ბუკეტი იყო იმისა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობდა და ბუნებრივია ამ საქმის მსვლელობის მიცემა ვეღარ ჩაჯდებოდა იმ კოაბიტაციაში, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა. ის პირდაპირ ასახელებდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები და უდიდესი გავლენის მქონე ადამიანები სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და თუ ამ საქმეს მსვლელობა მიეცემოდა, მაშინ ბუნებრივია ამათი პასუხისგებლობის საკითხები უნდა დამდგარიყო. იცით, როდის დასრულდა? დღეს, როდესაც სულხანი დასრულდა? ან რაში გამოიხატა, რომ დასრულდა? აი, რაში გამოიხატა?
ის რომ დასკვნა დაიდო დღეს 4 წლის მერე რომ სისტემური ყოფილა დანაშაული და მე რა მოხდა ამ დასკვნის მერე რაიმე უთხრეს ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიას აკრძალეს რაიმე პასუხისგებლობა დააკისრეს იმ ადამიანებს ვინც ეს რეჟიმი შექმნა თუნდაც ერთი ადამიანია ესეთი მსხვერპლი რომელიც ცალსახა იყო ეს ადამიანი 12 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წამების და რა ადამიანური მოპყრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბოლოს ის სიკვდილის პირას მიიყვანეს და მოკლეს. ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მარტო სულხან-მოლაშვილი გამხდარიყო ამ ხელისუფლების სისტემური დანაშაულის მტკიცებულება, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და დღეს მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე დამთავრებული კოაბიტაცია სამართლიანობას იზეიმებს, იმიტომ რომ ხალხი აღარ არის, ვინც ნაციონალურმა მოძრაობამ იმსხვერპლა და ეს ადამიანები ვეღარანაირ ჩვენებებს ვეღარ მისცემენ და როგორ უნდა გამოიძიონ ეს საქმე. ვინ დაადგება პირზე დღეს გიგა ბოკერია იქნება ეს ადეიშვილი იქნება თუ სხვას ვინ დაადგება პირზე